მოგესალმებით, მეგობრებო, თქვენ დამარცხება და არხი კაპიტალში 823. და დღეს მეგობრებო, როგორც სულ ჩვენ ისევ მივიდივართ ჩვენს საყოველთაო სამუშაოზე, ფერმერობის სამუშაოზე. მეგობრებო, როგორც გითხარით, ყოველდღე ვეღარ გამოვუშვებ ვიდეოებს ჩემი რეალური ცხოვრების საქმეების გამო, მაგრამ როგორც შეგპირდით, 4-ჯერ კვირაში სულ იქნება ჩემს არხზე ვიდეოები, შეგპირდით, გამოის ასე იქნება, მეგობრებო. მოით მაგიტომ ახლა ავიღოთ თოხი, არ დავკარგოთ ასე ვთქვათ ჩვენი დრო. დღეს მოგასაკეთებთ ეს ფერმა და აი ის ფერმა, რომელიც არის აი იქ და აი იმ დიდ ფერმას კი გააკეთებენ ჩვენი საყვარელი ჟიტელნიკები. მაგიტომ მოით ახლა ავიღოთ თესლები, აი მეგობრებო, აი კარტოფილის თესლი ყველაზე უფრო მეტი მაქვს ვიდრე ხორბლის თესლიც კი. წარმოგიდგენთ და ხორბლის თესლი ყველაზე პოპულარული ასე ვთქვათ თესლია. აი ჭარხალის თესლი საერთოდ ცოტა მაქვს. კაი, ავიღოთ ამდენი. და წავიდეთ ჩვენს საყვარელ სამუშაოზე. ოპა. ვიღაცა მეგობრებო ეს გოგრა დამიდგა. მეგობრებო, ვერ წარმოიდგეთ როგორ შემეშინდა. რომელმა დებილმა საერთოდ დადგა ეს გოგრა. რა იყო? ანუ ვიღაცას ეგონა მე ამით შემაშინებ და ეს უბრალოდ გოგრა მეგობრებო რითი შემაშინებ. ხაჭა მეგობრებო საშინელი სახე კი აქვს. კაი მეგობრებო იდგა საქმე საერთოდ არ მიშლის. მაგიტომ მოით ახლა გავაკეთოთ ჩვენი სამუშაო. ძროხაც აქ არის. ოკეი, так. ოპა. ასე. მეგობრებო, ასე მეგობრებო, მე მინდოდა მეთქვა იმის შესახებ, 4 ვიდეოს შესახებ. აუცილებლად მეგობრებო, გაგაგებინებთ, აი მაგალითად თუ მე ვერ შევძლებ 4 ვიდეოს გადაღებას, აუცილებლად ამაზე გაგაგონებთ. მაგრამ ჯერჯერობით ყველაფერი წესრიგში. მაგიტომ მეგობრებო, ყველაფერი რასაკვირველია ჯერჯერობით წესრიგში მაქვს და შემიძლია გადაღება 4 ვიდეოს კვირაში, როგორც შეგპირდით. და გავიღოთ ის ყველაფერი სტაფილო რაც კი დამივარდა. ავიღოთ აი ასე. მეგობრებო, თითქმის გავაკეთე მეგობრებო, მე 2 დღის განმავლობაში კინაღამ დავივიწყე ჩემი სამუშაო. ხე ეს გოგრა? ოპა, მეგობრებო, ვიღაცა მოაცილა გოგრა. ეი, ჟიტელნიკებო. ლამაზი გოგრა იყო, მეგობრებო, მე მინდოდა შემომთავაზებინა, რომ ანუ ეს გოგრა გამეჭრა. ანუ მე გოგრა ძალიან მიყვარს რა და პრინციპში გემრიად შევჭამდი. ხო, მეგობრებო, არ მოაქციოთ ყურადღებას იმაზე, რომ მე ცოტა ანუ ცხვირში ასე ვთქვათ საუბრობ, იმის გამო ხო მეგობრებო გავცივდი. სექტემბერის შუა რიცხვი ასე ვთქვათ და გავცივდი, ხო. მომივიდა მეგობრებო ასე. მაგრამ მეგობრებო, თქვენ ნერვიულობთ. გაციებაც კი არ შემიშლის ვიდეოების გადაღებას ჩემს არხზე. მოკეთ. აუცილებლად უნდა დავლიო მე ეს ჩაი, რომ ნორმალურად ცოტა მაინც გამოვკეთდე. და აქ ასე. მეგობრებო, რამდენი სტაფილო არის წარმოიდგინეთ. უკვე ერთის თაქი სტაფილოსი მაქვს. ოპ. მეგობრებო, დავამთავრე. მაგიტომ მეგობრებო, მოდით ახლა წავიდეთ ჩვენს სახლში, ჩავდეთ ეს ყველაფერი რესურსები. მეგობრებო, გოგრა რომ მოაშორეს, ეს ძალიან ცუდია. გავჭირდი მე, ჟიტელნიკებო, გავჭირდი და შევჭამდი ნორმალურად. კაი. გავაღოთ კარი. ღმერთო ჩემო. აი, მეგობრებო, აი ჟიტელნიკებს, აი საერთოდ არ იციან ხუმრობა. აი ჟიტელნიკობა, აი ხუმრობა არ იცით. ეს რა უბედური, აი მეგობრებო, აი თქვენი აი ხუმრობაა? კინაღა მეგობრებო, გული გამიჩერდა. წარმოიდგინეთ, ახლა სახლში მიდიხარ და ასეთი სახე გელოდებათ. ჟიტელნიკებო, ეს საერთოდ სასაცილო არ არის რომ იცოდეთ. საერთოდ არ მეცინება. საერთოდ აი, თვითონ ასე გველი არ მოვიდა და მეგობრებო, ისა, მეგობრებო, ჟიტელნიკებმა როგორ გააღეს კარი? ჩაკეტილი კარი მაქვს. რკინის კარი. აი, ხო და აი ამით იღება და კაი მეგობრებო, მოიცით ახლა მოვაციოთ ეს გოგრა. და პრინციპში მე უფრო კარგია გავჭრი, მაგრამ ჯერჯერობით აქ მიშვის, მაგიტომ მოით აი აქ დავდგათ როგორც იყო. და გავაკეთოთ უკვე ჩვენი საქმეები და მე ასევე მინდა შევიდე მერთან. ხო მეგობრებო, მე მინდა შევიდე მოკეთ მერთან და ვკითხო როდის იქნება ასე ვთქვათ ჩვენი
ანუ ჩემი ისა ხელფასი რა მაგიტომ მოითხოვა მეგობრებო გავთიშავ კამერას სულ 10-15 წუთი გავა და თქვენთვის გავა სულ 1 წამი მილიწამი ასე ვთქვათ და დაგიბრუნდები ფუფ მეგობრებო მოგეთ მე ყველაფერი გავაკეთე შეხედეთ აი ყუთში ყველაფერი ჩავაწყე თოხი დავდევით ჩემს ადგილზე და ახლა მეგობრებო ტელეფონი დავდოთ ასე ვთქვათ თავის ადგილზე და მოდით მეგობრებო ახლა წავედით ზუსტად მერთან გავარკვევთ როდის იქნება ხელფასი წესით და რიგით მეგობრებო მერმა მითხრა რომ იქნება ნუ 2 კვირაში მაგრამ უკვე გამოის 1 კვირაში ხო მაგიტომ მოდით წავიდეთ მეგობრებო ეს უკვე ხუმრობა არ არის არ ვიცი ახლა რომელ ჟიტელიკსთან მივიდე და ერთი ადგილი ვის ახლა მოუსპო ასე ვთქვათ ვინ არის აქ ასეთი ხუმარა აი მეგობრებო აი ვერ ვიგებ ჩემი მეზობელი ხომ არ არის და არა უბრალოდ სახში გამარჯობა ქსაიჟიტენიკო მეგობრებო აი ეს მართლა უკვე ხუმრობა არ არის აქ დავდევი მეგობრებო თქვენ კარგად იცით რომ აი აქ დავდევი ეს უკვე მეგობრებო მართლა ხუმრობა არ არის ეს უკვე ხუმრობა არ არის მაგიტომ მოდით მეგობრებო ახლა გადავაგდოთ ახლა ეს ნაგვის ურნაში საერთოდ ჯანდაბაში ასე ვთქვათ წავიღოთ ესა ასე და აი აქ არის მისი ადგილი უბრალოდ და ახლა მოდით ახლა მერთან წავიდეთ მე მოგეთ არ ვიცი როგორ მოხდა ეს მოგეთ მე მინდოდა შენთან შემოსულიყავი ხელფასის გასაგებად და ხელფასი ისევ იქნება ეს მაინტერესებს Saba გამარჯობა მოკლედ ხელფასი იქნება უკვე 1 კვირაში როგორც შევთანხმდით 16 ისუბრუდი მე რო დიდი მადლობა მაგრამ ერთი კითხვა აქვს და ეხლა ნუ რაც მეგო ეს დებილობაა კი მაგრამ აი ვიღაც დებილი ჟიტელნიკი მიდევს რაღაც გოგრას საშინელი სახით ანუ მე ხა გადავაგდე ეს გოგრა ნაგავში მაგრამ აი 3ჯერ თუ 4ჯერ ვიღაც ჟიტელნიკო შემაშინა ამ გოგრით და თუ შეიძლება რომ ნახოვი რა ჟიტელნიკები არიან ესეთი ხუმარები რა მოიცეთ რა თქვი გოგრა საშინელი სახით ჯადაბა საბა ტყილაქენი ეკა ძალიან ტყილაქენი მოკლედ მე მინდა მოგიყვე ხა ერთი ისტორია მოკლედ მინიკრაფტში ჩვენ სოფელში ნუ შენ არ იცოდი რა მოკლედ რა ზოგჯერ ერთხელ 10 წელიწადის განმავლობაში არის ასეთი მონსტრი რომელსაც ქვია გოგრა საშინელი სახით ზუსტად მაგას ყველა ხედავდა ერთხელ 10 წელიწადში და ეს ხდებოდა 17 სექტემბრის 17 რიცხვიდან სექტემბრის 21 რიცხვამდე და ის ირჩევდა სპეციალურად მოთამაშეებს ან ჭკვიანს ჟიტელნიკებს მოკლედ ირჩევდა მოთამაშეებს ან ჟიტელნიკებს და თუ ხელს შეეხები მაგ გოგრას საბათ ყოლაქენიეგა ან სახს გაგინადგურებს ან კიდე შენ მოგკლავს მე რო შენ ხა სერიოზულად ანუ სერიოზულად ხარ ხა აი სიტყვას მასლევ ესაბა მე მართლა არ გეხოვრები ეს ხოვრობა საერთოდ არ არის კაცო ტყილაქენი ესაბა და სად გადააგდე აი შენთან რო არის აი აქ რო არის შენთან ნაგვის ურნა აი აქ საბა ეხლა მეგონი აღარ დაგხვდება ეს გოგრა მანდა რა მოიცე მე რო შენ სერიოზულად ამბობ ამას მოიცე მე რო და რა იქნება ანუ საწავა მე ეს გოგრა ნუ შეიძლება ხო დებილური კითხვა მაგრამ საწავა ეს საშინელი გოგრა მე საბა იცი როგორა ბოლოს ჟიტელიკს ჩვენს ერთ-ერთ ყველაზე ჭკვიან ჟიტელიკს რა მოკლედ ისტორიის ლეგენდის მიხედვით ეს გოგრა იმალება სახში თან ისე კარგად მოკლედ შეხედე შეიძლება დაიმალოს ფეჩის ქვეშ შეიძლება ვერსტაკის ან საწოლების ქვეშ ან მაგიდის ქვეშ მაგრამ ასევე იყო ასეთი ასე ვთქვათ მითი რომ ის სპეციალურად თხრის პატარა ორმოს სულ პატარა ორმოს და იმალება ზუსტად მანდ საბა არ ვიცი რა გიქნა მაგრამ ხო იცი ცარიელი სახლები ჩვენ სოფელში არ არის საერთოდ და არ ვიცი რა ვქნა ეს ძალიან საშინაება მართლა გეუბნები არ გეხუმრები რა ერთს მე რა ერთს და მეგობრო ერთი რაღაცა ჯანდაბა მეგობრო ეხა სახში როგორ შევალ
ჯანდა მეგობრო გოგრა აი გახსოვთ აი აქ გოგრა ჩავდე აღარ არის გოგრა მეგობრო რა ვქნა ხა სახში მისვლაც კი შემეშინია წარმოიდგინეთ ახლა რა ლეგენდა მომიყვა ამ მერმა შემაშინა მაგრად так ერთად так თხევად მეგობრო მოდით აბა უბრალოდ ნივთები ავიღოთ და ასე ვთქვათ უბრალოდ წავიდეთ ამ სახლიდან так თხევად ეს რა ბლოკია მეგობრო თქვენ გახსოვთ ჩემი სახლი აქ ეს ბლოკი არ იდგა აქ იდგა ეს ვერსტაკი და აქ იატაკი так ერთს მეგობრო ერთს ჯანდაბა მეგობრო ტოვებ ამ სახლს ჯანდაბაში უბრალოდ წავალ აქედან ჯანდაბაში უბრალოდ მეგობრო ახარ მინდა აქა ეს სახლი ჩემი უკვე არ ვიცი შემდეგში მოკეთ მოვალ მეგობრებო აი გაციებაც უკვე მეგობრებო საერთოდ არ მეშინია ეს რა საშინლობა იყო მეგობრო დაინახეთ ამ გოგრამ დაიმალა უბრალოდ ჩემი სახლის იატაკზე და ხსო მეგობრო მერთან მივალ არ ვიცი რა მექნას მერო ერთი კითხვა მოგდა როგორ შემიძლია ამ გოგრის მოცილება თავიდან საბა მაგას ვერ გეტყვი ზუსტად ეს გოგრა თვითონ მიდის შეიძლება ხვალ, შეიძლება ზეგ, შეიძლება საერთოდ დღესვე წავიდეს და ეს უკვე არავინ არ იცის, მაგრამ ბოლოს, როდესაც წავიდა ჟიწელიქს მაგალითად ფეჩები და ვერსტაკები და საწოლები წავართვა. ხო, და მაგიტომ დატოვა უბრალოდ სახლი რა, უბრალოდ წავართვა ეს ნივთები. მოკლედ, შეიძლება პრინციპში შეგიძლია ახლა შეხვიდე ხლა არის გამოიზღამის პირველი საათი და წესითა და რიგით ეს გოგრა ტოვებს სახლებს ზუსტად ღამის 12 საათზე. ნუ ბოლოს ასე იყო ზუსტად. მართლა? და აქ მეგობრებო რკინის ნაჯახი მაინც ავიღოთ. მაინც მეგობრებო ნაჯახი მექნება ხელში. და აქ მერმა როგორც თქვა, ღამის 12 საათზე ეს დებილი გოგრა ანებებს თავს და მართლა მეგობრებო დამანება თავი ნუ იატაკზე ხავე გავაკეთებ მეგობრებო დამანება თავი ძლივს მეგობრებო ძლივს ახლა უნდა წავიდე მერთან და უთხრა ეს ყველაფერი მადლობა ასე უნდა გადავუხადო მერს წავედი მეგობრებო გავიქეცი ჯანდაბაში ეს გოგრა არ გამანებებს თავს მეგონი მთელი ცხოვრება წავედი მეგობრებო აღარ მინდა ვტოვებ ამ სოფელს რამოდენიმე დღით შეიძლება რამოდენიმე კვირით თქვენ და მოგეთ მეგობრებო ახლა დაგემშვიდობებით ვისაც მოეწონა ეს ვიდეო და ლაიქეთ ახლა კი მეგობრებო დაგემშვიდობებით ნახვამდის